მე ვარ შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნულობათა შორის ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი, სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნულობათა შორის ურთიერთობის ცენტრის ღონისძიებაზე ვართ დღეს. მოკლედ გეტყვით ორგანიზაციის შესახებ, პროექტის შესახებ და შემდგომ გადავალთ კვლევაზე, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მე და ჩემმა კოლეგებმა ერთად და ვისაუბრებთ ამაზე, რომელიც რა თქმა უნდა ახალი სკოლის მოდელს შეეხება. ჩვენი ორგანიზაცია, ვინც არ იცნობთ, 2005 წლიდან მუშაობს განათლების მიმართულებით, ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის პროექტებს. ძირითადად ორიენტირებული ვარ თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნაზე და თანასწორობის უზრუნველყოფაზე. და ჩვენი ორიენტირი არის როგორც პრაქტიკული საქმიანობები და პრაქტიკული პროექტების განხორციელება, ასევე კვლევითი პროექტების განხორციელება, ანგარიშების გამოქვეყნება და შემდგომ იმ ცვლილებების ადვოკატირება, რომელიც ჩვენი კვლევების შედეგად იქნება თვალნათელი. ჩვენ ორგანიზაციაზე ვისაც დაგაინტერესებთ, ჩვენ ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ CCIIR.g, ეს არის ორგანიზაციის ვებგვერდი, სადაც ნახავთ ყველა იმ პროექტებს, რომელსაც ვახორციელებთ, ისევე როგორც ყველა იმ გამოცემებს, რომელიც გვაქვს გამოცემული როგორც კვლევის სახით, ასევე საგანმანათლებლო რესურსების სახით და კვლევები ალბათ 60-ზე მეტი კვლევა, 200-ზე მეტი პუბლიკაცია საგანმანათლებლო, რომლის გამოყენებაც შეიძლება და აქტიურად იყენებენ შესაბამისად როგორც განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით ადამიანები. გარდა ამისა, შექმნილი გვაქვს სხვადასხვა ელექტრონული რესურსები, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გვაქვს შექმნილი, რომლის გამოყენებაც ხდება აქტიურად, მათ შორის Reading.g, განათლება.g, განათლება.g უფრო სკოლების და არსებული მდგომარეობის და მათ შესახებ ინფორმაცია, ისევე როგორც პრობლემების მოგვარებაზე, Reading.g არის კითხვაზე ორიენტირებული ვებგვერდი, CLIL.g არის კონკრეტულად ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მიმართულებით ვებგვერდი, სადაც უამრავი რესურსია, მათ შორის ნიკოს ჩართულობით უამრავი რესურსი შეიქმნა, ძირითადად ორიენტირებულია არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებზე და ენის სწავლებაზე საგნის მეშვეობით, თუმცა იქ არსებული რესურსი სასარგებლოა ქართულენოვანი სკოლებისთვისაც. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროექტს და ამ კონკრეტულ ჩვენ შეხვედრას, ეს პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და როგორც ბევრ რამეში გვეხმარება, როგორც ფინანსურად, ასევე ექსპერტული თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინა. პროექტი მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას. ერთ-ერთი მიმართულება იყო, არ ვიცი, შეიძლება ბევრი თქვენგანი იცნობს, ანალიტიკური ბიულეტენები, რომლის გამოცემაც განვახორციელეთ, 9 ანალიტიკური ბიულეტენი გამოვეცით განათლების საკითხებზე, ეს შეეხება სკოლის მიტოვების მაჩვენებელს, შეეხება მასწავლებელთა საკითხებს, რაოდენობებს, საგნების მიხედვით და მომავალი მასწავლებლების მომზადებას, სქემაში გადანაწილებას მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, კანდიდატების საკითხს, მისაღები გამოცდების საკითხს, ინფრასტრუქტურის საკითხს, სასკოლო კვების საკითხს, ავტორიზაციის საკითხს და მგონი რაღაც გამომრჩა, მაგრამ 9 ბიულეტენია დაახლოებით, რომელიც საკმაოდ აქტიურად ტრიალებს და იყენებენ, მათ შორის სამინისტროსთან შექმნილი კვლევითი ცენტრიც აქტიურად იყენებს იმ მონაცემებს, რომელიც აქ არის. და ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება იყო ეს კვლევა, რომლის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ. ეს არის ახალი სკოლის მოდელის შეფასება და ამის იდეა მოდიოდა და დეტალურად კვლევაზე და მეთოდოლოგიაზე გეტყვით შემდგომ ჩემს კოლეგებთან ერთად. იდეა იყო ის, რომ როცა ახალი სკოლის მოდელის განხორციელება მიმდინარეობდა, იყო ორი რადიკალური პოზიცია. ერთი პოზიცია, რომელიც ლანძღავდა ახალი სკოლის მოდელს და მისი გაგონება არ უნდოდა და მეორე პოზიცია აგრეთვე, რომელიც იყო ცალსახად პოზიტიური და კრიტიკულის გაგონება არ უნდოდა, თუმცა ეს პოზიციები არ ეფუძნებოდა რაიმე ტიპის კვლევებს, მტკიცებულებებს და ასე შემდგომ, ამიტომ გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ერთგვარი შეფასება სხვადასხვა მიმართულებით, რომ დაგვენახა
არგუმენტები როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ანუ რა პოზიტივი მოიტანა ახალი სკოლის მოდელმა, მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვა და რა ხარვეზებთან იყო დაკავშირებული მისი განხორციელება. და ამის პარალელურად გვაქვს მესამე კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ადვოკატირებას, ანუ იმ საკითხების წარმოჩენას და აქტიურად გავრცელებას, რომელიც ჩვენი საქმიანობის ფარგლებში გამოიკვეთება. მათ შორის ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ამას ემსახურება, რომ ის პოზიტიური პრაქტიკა, რომელიც ახალი სკოლის მოდელში იყოს, მაქსიმალურად იყოს გავრცელებული და თუნდაც მეოთხე თაობის სასწავლო გეგმის განხორციელებაში გამოყენებული, ხოლო ის ხარვეზები, რომელიც დაფიქსირდა, ვისაუბროთ და მაქსიმალურად იქნებ შეიცვალოს ამ თვალსაზრისით არსებული ვითარება. ამის გარდა გვქონდა ამ ადვოკატირების კამპანიაში გადაცემათა ციკლი, გავაკეთეთ ესეთი გადაცემა განათლებისთვის, რომელიც არის ონლაინ, YouTube გადაცემა და ვებგვერდიც არის განათლებისთვის.gr, სადაც ეს გადაცემები იდება, მათ შორის ახალი სკოლის მოდელსაც მივუძღვნით 2-3 გადაცემას, სადაც განხილული იქნება ის საკითხები, რაც გვაჩვენა კვლევა. მოკლედ მინდოდა, მაგრამ ცოტა ვრცლად გამომივიდა, რაც შეეხება კვლევას, ანუ მეორე კომპონენტს ამ პროექტის, ეს კვლევა ჩავატარეთ პრინციპში ხანგრძლივი კვლევა გამოვიდა, წელიწადზე მეტი გაგრძელდა. ჩემი კოლეგა ნათია გორგაძე და სიმონ ჯანაში, ალბათ იცნობთ აგრეთვე ორივეს ყველა იყვნენ ჩართული ამ პროცესში. კვლევა გვინდოდა 3 მიმართულებით დაგვენახა. პირველი იყო განათლების პოლიტიკის კონტექსტში რამდენად ჯდებოდა ახალი სკოლის მოდელი არსებულ განათლების რეფორმასთან და რამდენად თავსებადი და ურთიერთსინქრონიზებული იყო რეფორმა პოლიტიკის დონეზე. მეორე ინსტიტუციურ დონეზე სკოლებმა რამდენად შეძლეს ახალი სასკოლო სასწავლო გეგმების თუ შესაბამისი რეფორმების განხორციელება, რაც ახალი სკოლის მოდელში იყო. და მესამე მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს რა ტიპის გამოწვევები ჰქონდათ საკლასო დონეზე და სწავლის დონეზე ამ პროცესში. მე ვისაუბრებ პირველ პოლიტიკასთან თავსებადობის თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და ნათია ვრცლად გესაუბრებათ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე, კომპლექსურ დავალებებზე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად იქცა ახალი სკოლის მოდელის. და შეიძლება ვთქვათ, რომ ავად თუ კარგად ყველაზე მეტად განხორციელდა და ასევე რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე, რომელიც ასევე ჩავატარეთ კვლევის ფარგლებში. ანუ კვლევა მეთოდოლოგიურად მოიცავდა თვისებრივ ნაწილსაც და რაოდენობრივს. თვისებრივ ნაწილში გამოვკითხეთ სკოლის დირექტორთა დიდი ნაწილი, ინტერვიუები ჩატარდა, ისევე როგორც ფოკუს ჯგუფები ჩავატარეთ ყველა რეგიონში მშობლებთან და მასწავლებლებთან. გარდა ამისა, თვისებრივი კვლევის ნაწილი იყო, რაც სიკომ გააკეთა და კიდევ ერთხელ დღეს არ არის. ეს არის სასკოლო სასწავლო გეგმები გამოვითხოვეთ სკოლებიდან. დაახლოებით 300 სკოლას მოგვაწოდა სასკოლო სასწავლო გეგმები, რომლიდანაც შემთხვევით შერჩევით გადავარჩიეთ გასაანალიზებელი სასკოლო სასწავლო გეგმები. სკოლებს გამოვართვით 2 თაობის სასკოლო სასწავლო გეგმი, ერთი წინა თაობის, მეორე თაობის ქვეშ შექმნილი და ძირითადად გამოგვიგზავნეს 2015-2016 წლის სასკოლო სასწავლო გეგმები და აგრეთვე 22-23 წლის სასკოლო სასწავლო გეგმა. და მიზანი იყო, რომ შეგვედარებინა როგორც თაობებს შორის არსებული განსხვავებები, ასევე ჩართულ და არაჩართულ სკოლებს შორის არსებული განსხვავებები. კარგი, დავიწყებთ მაშინ მისალმებიდან გადავალ კვლევის ანალიზზე და გეტყვით რა გამოჩნდა პოლიტიკის და განხორციელების თვალსაზრისით არსებული პრობლემების კონტექსტში. პირველი სანამ პოლიტიკაზე გადავალთ, ვისაუბრებ ჩართულ და არაჩართული სკოლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ იდეა იყო, რომ თავიდან ჩართული იყო მაქსიმალურად მომზადებული სკოლები და შემდგომ მათ გაევრცელებინა თავისი ცოდნა და პოზიტიური პრაქტიკა სხვა სკოლებში, ეტაპების მიხედვით და განხორციელების მიხედვით შედეგი სხვანაირი დადგა. რეალურად იყო, რომ 597 სკოლა ჩაერთო 4 სხვადასხვა ეტაპზე და ამ ეტაპებზე ჩართული სკოლების მხარდაჭერებიც იყო განსხვავებული, ხოლო შემდგომ მეხუთე ეტაპი შეიძლება ვთქვათ, როცა ყველა სკოლა ჩაერთო და მათი მხარდაჭერა იყო საკმაოდ მინიმალური. შესაბამისად,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ 597 სკოლამ სხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ პროექტის ფარგლებში, ხოლო სხვა სკოლებმა სხვა ტიპის. გასაგებია, რომ მიზნად ეს არ იყო აღებული, თუმცა საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ეს. თუ ამ მონაცემებს გავაანალიზებთ, ვინ იყო ჩართული, გასაგებია, რა მიზნითაც ირთვებოდა უფრო ქალაქის სკოლები და უფრო ინფრასტრუქტურულად გამართული სკოლები, მაგრამ შედეგობრივად აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამის ბენეფიტები ვერ მიიღო იმ სკოლებმა, რომელშიც გვაქვს ყველაზე მეტი პრობლემები და რომელთაც აქვთ ყველაზე მეტი საჭიროებები. ეს არის სოფლის დამახანთიანი სკოლები, ეს არის მცირე კონტინგენტიანი სკოლები, ეს არის არაქართულენოვანი სკოლები. აი თუ ავიღებთ მაგალითად ქალაქი და სოფლის განსახლებებში ჩართულ სკოლებს შორის, დაახლოებით 60%-მდე იყო ჩართული ქალაქის სკოლები, ხოლო სოფლის სკოლები 15-18% იყო ჩართული პროგრამაში. თუ ავიღებთ მაგალითად კონტინგენტის რაოდენობის მიხედვით, 1-დან 179 მოსწავლემდე, ანუ მცირე კონტინგენტიანად, რომლებიც ვაუჩერსაც არ იღებენ სკოლები, რაც ითვლება, მათი ძალიან მცირე ნაწილი 1297 სკოლიდან ჩართული იყო 200-მდე სკოლა, როცა მაღალ დიდ კონტინგენტიანი სკოლების დიდი ნაწილი იყო ჩართული. არაქართულენოვანი სკოლები საერთოდ არ იყვნენ ჩართული გარდა რამდენიმე სკოლისა, რომლებიც რეალურად ქართულენოვანი უბრალოდ სექტორი აქვთ რუსულენოვანი. ამას ჰქონდა გარკვეული გამართლება, რომ ცალკე პროგრამა იყო არაქართულენოვანი სკოლებისთვის ბილინგური განათლების დანერგვის პროგრამა, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებდა მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვას, თუმცა მაინც განსხვავდებოდა იმ პრობლემებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც ამ პროგრამას ჰქონდა, იმ მხარდაჭერისგან, რომელიც ჰქონდა ახალი სკოლის მოდელს, იმიტომ რომ იქ მთელი ფოკუსი მაინც კეთდებოდა სახელმწიფო ენის სწავლებაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს. მოკლედ, პირველი პრობლემა იყო ის, რომ თუ ჩავთვლით, რომ ახალი სკოლის მოდელს ჰქონდა ბევრი ბენეფიტი და ჰქონდა ეს ბენეფიტი, თუნდაც ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების მიცემის თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების და სკოლების გაძლიერების თვალსაზრისით, ამის მიღმა აღმოჩნდნენ ყველაზე მეტად საჭიროების მქონე სკოლები. და მეორე ტიპის პრობლემა, რომელიც გამოჩნდა, ახალი სკოლის მოდელი და იქ დანახული კონცეფცია, როგორ უნდა მოეწყოს განათლების სისტემა თუ როგორ უნდა წარიმართოს სკოლაში სასწავლო პროცესი, ვერ გახდა ლოკომოტივი და მამოძრავებელი ამის გამაძლიერებელი სხვა რეფორმებისა და თითოეულ ამ რეფორმაზე ვისაუბრებ ცალ-ცალკე, თუმცა მანამდე ვისაუბრებ იმ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ პრობლემებზე, რომელიც ახალი სკოლის მოდელის განხორციელებაში გამოჩნდა. პირველი, რაც გამოჩნდა, ახალი სკოლის მოდელის მხარდაჭერა განათლების და მეცნიერების სამინისტროზე არ იყო თანმიმდევრული. ანუ ის არ იყო მხარდაჭერილი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ინერგებოდა მესამე თაობის სასწავლო გეგმა. პირველ ეტაპზე იყო დიდი მხარდაჭერა, შემდგომ იყო პერიოდი, როდესაც ეს მხარდაჭერა შენელდა, თუმცა პროექტი მაინც მძლავრად მიდიოდა და ბოლოსკენ იყო, როდესაც ფაქტობრივად სახელით შეეცვალა, მაგრამ ზოგადადაც მაინც და მაინც არათუ წინ წამოწეული, არამედ მაქსიმალურად დამალული და არა მხარდაჭერილი იყო ეს პროექტი და რა თქმა უნდა, ამან დინამიკაზეც მოახდინა გავლენა ეფექტურობის თვალსაზრისით. განხორციელების თვალსაზრისით სტრუქტურულად იყო პრობლემები. ანუ მის განხორციელებაში ვერ ვიტყვით, რომ სამინისტროს მთელი სტრუქტურა იყო ჩართული თავის ყველა სიპით. მაინც კვლევა მაჩვენა, რომ ეს მიბმული იყო სამინისტროს ერთ დეპარტამენტთან, ხოლო სხვა სიპები ნაკლებ ან ზოგიერთი მხარდამჭერიც არ იყვნენ ამ პროცესში. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად აღმოჩნდა პრობლემად რესურს ცენტრების და დირექტორების იგნორირება, შეიძლება იგნორირება არ დავარქვათ, მაგრამ მათზე არ დაფუძნება რეფორმის, როდესაც ხედვა იყო, რომ სკოლას და მასწავლებელს ვაძლიერებთ უშუალოდ და მაინც და მაინც იერარქიულად არ უდგებით ჩვენ პროცესს. ჩვენ განათლების სისტემაში არსებულმა იერარქიულმა სისტემამ, რომელიც რესურსებს და დირექტორს დიდ გავლენას აძლევს ერთი წყრუ და მეორე მდგრადობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, უარყოფითი გავლენა იქონია ამ პროცესზე.
ხოლო ის სისტემა, რომელიც მაგალითად შემოთავაზებული იყო თუნდაც შუალედური რგოლის თვალსაზრისით კოუჩების სისტემა და მხარდაჭერის ჯგუფების, ამის ინსტიტუციონალიზაცია სტრუქტურულად ვერ მოხდა. ანუ მაგალითად თუ იდენტიფიცირება მოხდებოდა, რატომ ვერ ხდებოდა მესამე თაობის სასწავლო გეგმის კარგად დანერგვა, ახალ სასკოლო სასწავლო გეგმას ვერ ავითარებდნენ, ან კომპლექსურ დავალებებთან რა ტიპის პრობლემები იყო, ამის მოგვარებაზე მაინც და მაინც ინსტრუმენტები კოუჩებს არ ჰქონდათ, ერთადერთი შეიძლება სამინისტროსთან მიეტანათ ეს ინფორმაცია და რეალურად ვერ ერთვებოდნენ. ხოლო დირექტორის და რესურს ცენტრის ჩაურთველობის პირობებში იყო სერიოზული პრობლემა. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ დირექტორები ნაწყნები და გაბრაზებულიც იყვნენ და მაინც და მაინც ხელშემწყობი, ანუ არ აღიქვავდნენ ამას როგორც სამინისტროს გრძელვადია რეფორმას, არამედ უყურებდნენ როგორც პროექტს ცალკე აღებულს. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც დირექტორები და რესურს ცენტრები მაინც და მაინც თხოვნას რომ ჩაერთეთ ესე არ უყურებდნენ, ანუ თვითონ იყვნენ დაინტერესებული რომ ყოფილიყვნენ ჩართულები და ამ შემთხვევაში შედეგები იყო საკმაოდ მაღალი და ყველა საუბრობს იმ ეფექტებზე, როდესაც ესეთ აქტიურ დირექტორებს და რესურს ცენტრებს რა შედეგები მოქონდათ თავიანთ თვალსაზრისით. თავიანთ სხვადასხვა. მოკლედ ამ სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურმა პრობლემებმა ბევრი ტიპის პრობლემა წარმოშვა განხორციელების ეტაპზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი სკოლის მოდელი როცა ხორციელდებოდა, პარალელურად ჩვენ გქონდა სხვადასხვა მიმართულებებით რეფორმები და მათი თავსებადობის პრობლემაც გამოიკვეთა. პირველ რიგში თავსებადობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან. ფაქტობრივად პარალელურად მუშაობდა ახალი სკოლის მოდელის ხედვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების და ფორმალური ხედვა, რომელიც გულისხმობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას. კვლევამ ცალსახად გამოაჩინა ამ ორი მოდელის ერთგვარი დაპირისპირება იმ თვალსაზრისით, რომ ახალი სკოლის მოდელის პროფესიულ განვითარებაზე იყო საუბარი, რომ ის ნამდვილად ცვლიდა პრაქტიკას, ანუ მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ჩვენი პრაქტიკა შეიცვალა და ბევრად განვითარდით პროფესიულად, იმიტომ რომ ეს იყო ინტენსიური და ყოველდღიური. გვესწრებოდნენ, უკავშირს გვაძლევდნენ და ვიღებდით მხარდაჭერას განსხვავებით სქემის ფორმალური პროცედურებისგან, რომელიც პროფესიული განვითარების და პრაქტიკის შეცვლის თვალსაზრისით დიდი შედეგის მომტანი არ იყო. მაგრამ ამავე დროს უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ სკოლებში სქემამ უფრო იმუშავა. მასწავლებლები უფრო მისდევდნენ და მხარს უჭერდნენ სქემას. ერთი მიზეზი, რომ უფრო გასაგები იყო, რას აკეთებდნენ და გასაგები იყო, რა ტიპის ინსენტივებს მიიღებდნენ იმ კრედიტების დაგროვებით. ამიტომ ამ ორმა სისტემამ ერთმანეთი მაინც და მაინც ვერ გააძლიერა და ვერც შეავსო, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა იყო. მათ შორის დასაწყისში არსებული პრაქტიკა ყველა აღნიშნავდა როგორც პოზიტიურ პრაქტიკას, როდესაც ახალი სკოლის მოდელში მონაწილეობა ეთვლებოდათ პროფესიული განვითარების სქემაშიც, აგრეთვე პოზიტიურ პრაქტიკად დასახელდა ის, რომ მაგალითად, როდესაც უკვე შემდგომ პორტფოლიოებს ადგენდნენ მასწავლებლები, ახალი სკოლის მოდელში განხორციელებული სასკოლო აქტივობები თუ პროექტები კარგად ასახეს ამ პორტფოლიოში. შესაბამისად, ის სივრცე, რომ ეს ორი მოდელი კარგად შერწყმულიყო, ეს სივრცე არსებობდა, თუმცა მთლიანობაში ეს ვერ მოხდა და ამან დამატებით გამოიწვია ნიჰილიზმი მასწავლებლებში, გადატვირთულობა, დროის არარსებობა, რის გამოც ორივე მიმართულებით ჩართვაზე ერთის მხრივ აგრესიულები იყვნენ, მეორეს მხრივ თავს იკავებდნენ. გამოიკვეთა მასწავლებლების ასაკობრივი სხვადასხვა ჯგუფებიც, უფრო ახალგაზრდები, უფრო ახალი სკოლის მოდელის პროფესიული განვითარების პრაქტიკებს იზიარებდნენ, რადგან მათ პრაქტიკებს აუმჯობესებდა და იზრდებოდნენ, ხოლო ასაკოვანი მასწავლებლები უფრო სქემისკენ იხრებოდნენ, რომელიც ფორმალურ პროცედურებს აკმაყოფილებდა და გამოჩნდა და სახად გამოჩნდა ინსტიტუციური დაპირისპირებაც განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორი ინსტიტუცია შორის, ერთის მხრივ განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტსა და მეორე მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ცენტრს შორის, რომელმაც რა თქმა უნდა ხელი არ შეუწყო ამ პროცესს და მის განვითარებას. მეორე მიმართულება, რომელიც ასევე პარალელურად ხორციელდებოდა, ეს იყო სასკოლო სახელმძღვანელოების განვითარება და გრიფირების პროცესი.
ამ თვალსაზრისით პრინციპში ერთ და იგივე დეპარტამენტი და ადამიანები იყვნენ თითქოს ჩართული ამ პროცესში, თუმცა საბოლოო ჯამში აქაც გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ანუ საწყის ეტაპზე სასკოლო სახელმძღვანელოები და გრიფირებული სახელმძღვანელოები ხშირად არ იყვნენ იმ კონცეფციაზე აგებული და ზუსტად იმ მეთოდოლოგიით, რაც უნდათ ახალი სკოლის მოდელის მესვეურებს. და ის იდეა, რომ სასკოლო სახელმძღვანელო ერთ-ერთი რესურსია და აგერ სხვა რესურსებიც არსებობს და მასწავლებელმა გადაწყვიტოს, რეალობაში არ მუშაობს. მასწავლებელი მისდევს სასკოლო სახელმძღვანელოებს და მათ შორის სასწავლო გეგმები, რომელიც გავაანალიზეთ, იქ ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად მატრიცების არსებობისა, სხვადასხვა რესურსების არსებობისა, მაინც მთავარი იყო სასკოლო სახელმძღვანელოები, რომელსაც იყენებდნენ. ამიტომ სასკოლო სახელმძღვანელოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი თავსებადობა მთლიანობაში შემდგომ ეტაპზე უფრო მეტად იყო ცნებათა დაფუძნებული პედაგოგიკა, კონსტრუქტივისტული მიდგომები, თუმცა საწყის ეტაპზე ის ქმნიდა პრობლემებს. და გარდა ამისა, ბევრი სასკოლო სახელმძღვანელოებთან სხვა ტიპის პრობლემები, რომელიც ყოველთვის ფიქსირდება ხოლმე, ასევე დაფიქსირდა. მესამე ტიპის რეფორმა, რომელიც ვერ განხორციელდა და ხელი შეუშალა ახალი სკოლის მოდელს, ეს იყო ლიდერობის კონცეფცია, რომელიც სხვანაირად იყო გააზრებული ახალი სკოლის მოდელში, ხოლო რეალობაში სკოლის ხელმძღვანელთა და მათი ფუნქციური თუ კომპეტენციური თვალსაზრისით გატარებულმა რეფორმამ აბსოლუტურად თანხმედრაში ვერ მოიყვანა ეს ორი პროცესი. შესაბამისად, შეიძლება დირექტორების ნაკლები ჩართულობა აქედანაც გამომდინარეობდა, თუმცა ფაქტია, რომ ის, რაც ახალი სკოლის მოდელში იყო დანახული, როგორ უნდა იმართოს სკოლა და რა უნდა აკეთონ სკოლის ხელმძღვანელებმა თუ იმ ლიდერმა მასწავლებლებმა, რომლებიც იქნებიან, ეს პროცესი ვერ რეალიზდა, იმიტომ რომ სკოლის ხელმძღვანელთა შერჩევის, მათი ფუნქციების და ასე შემდგომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მცდელობები იყო თუნდაც სტანდარტთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში ვერ განხორციელდა და ამის არაჰარმონიზაციამ შექმნა ის პრობლემები, რომ სასკოლო დონეზე როგორც განხორციელებისას, ასევე შემდგომ მდგრადობისთვის ეს პროცესი მაინც და მაინც ეფექტური არ აღმოჩნდა. მეოთხე რეფორმა, რომელიც შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ საშუალო საფეხურთან დაკავშირებით ძალიან აქტუალურად გამოჩნდა, ეს იყო მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც წლებია არ იცვლება და რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს, რომელზეც საშუალო სკოლის განათლებაში მიღებულ გამოცდილებას. შესაბამისად, ახალი სკოლის მოდელის დანერგვა საშუალო საფეხურზე იყო პრობლემატური, იმიტომ რომ მასწავლებლებიც, სკოლებიც, მშობლებიც აღნიშნავენ, რომ არავის იმისთვის არ ეცალა, რომ სკოლებში ეს განხორციელებულიყო საშუალო საფეხურზე, იმიტომ რომ ყველა ორიენტირებული იყო იმ კონკრეტულ საგნებზე და იმ კონკრეტული მიმართულებების მომზადებაზე, რომელიც მისაღები გამოცდები ითვალისწინებოდა. თუმცა ამავე დროს აღნიშნავდნენ, რომ ის გამოცდილება, რომელიც ახალი სკოლის მოდელში თუნდაც კომპლექსურ დავალებებზე მუშაობით შეიძინეს, ის ბევრ ისეთ ცოდნას და უნარს ავითარებდა, რომელიც მისაღები გამოცდებაშიც ეხმარებოდა იმ კონკრეტულ საგნებში. თუმცა გლობალურად რო განხორციელებულიყო საშუალო საფეხურზე ახალი სკოლის მოდელის დანერგვა მთლიანობაში, ვიცით რომ სკოლები ფაქტობრივად მე-11-მე-12 კლასში აღარ ფუნქციონირებენ როგორც სკოლები და ორიენტირებული არიან მის მიღების სისტემაზე, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმაც გარკვეულწილად, თუმცა იყო ლაპარაკი მახსოვს, თუ ზუსტად მახსოვს, ჩხენკელი საუბრობდა ამაზე, რომ სასკოლო გამოცდილება შესულიყო გარკვეულწილად მიღების სისტემაში, თუმცა ვერ განხორციელდა სხვადასხვა მიზეზის გამო. და მეხუთე და პრინციპში გავჩერდები, რომ ძალიან არ გადაგღალოთ და ნათიასაც მოусმინოთ ყურადღებით ძალიან საინტერესო საკითხებზე. ეს იყო ავტორიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა პარალელურად და აქ თავსებადობა ყველაზე მეტად გამოჩნდა. ანუ ეს ორი ნაწილი, ახალი სკოლის მოდელი და ავტორიზაციის პროცესი, თავისი ხედვებით მეტნაკლებად ერთმანეთს და თანამშრომლობით ეთანხმებოდა. და გარდა ამისა, კვლევაში მონაწილე ადამიანები აღნიშნავდნენ, რომ ახალი სკოლის მოდელმა ბევრად შეუწყო ხელი, რომ მათ უპრობლემოდ გაიარეს ავტორიზაციის პროცესი და ეს იყო მათთვის სასარგებლო. თუმცა ამავე დროს აღინიშნებოდა, რომ როცა დაიწყო ავტორიზაციის პროცესი და სკოლები გადაერთნენ ავტორიზაციის პროცესზე, მეტი ყურადღება გადავიდა
დოკუმენტებზე, ფორმალურ პროცედურებზე და ის შინაარსი ხშირად რაც ახალი სკოლის მოდელში იყო, დაიკარგა და ჰქონდა შემთხვევები და გვესაუბრენ დირექტორები, როდესაც 5-6 სკოლის დირექტორი ერთობლივად ამზადებდა საკუთარი სკოლის დოკუმენტაციას ავტორიზაციის პროცესისთვის, მას სკოლას შორის სასკოლო სასწავლო გეგმებს და მათ ჰქონდათ ერთნაირი დოკუმენტაცია და ერთნაირად კარგად გაიარეს ავტორიზაციის პროცესი. ანუ მაინც უკუშედეგიც ჰქონდა ავტორიზაციის პროცესის ფორმალურმა პროცედურებმა გარკვეულწილად გადაყლაპეს ის შინაარსი, რომელიც ჰქონდა ახალი სკოლის მოდელს. ყველაფერმა ამამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, პოზიტიური გავლენა არ იქონია განხორციელებაზე და რაც დასკვნის სახით მინდა ხოლმე ვთქვა, რომ ის იდეები და კონცეფცია, რომელიც პრინციპში აღმოჩნდა, რომ ყველასთვის მისაღები იყო მეტნაკლებად და გასაზიარებელი, ცუდად განხორციელებულმა და არამხარდაჭერმა მექანიზმებმა მნიშვნელოვნად დააზარალეს. ამ მხარდაჭერის მექანიზმების არსებობის პირობებში და ჰოლისტურად რეფორმების განხორციელების პირობებში გაცილებით უკეთესი შედეგი დადგებოდა, რომ პროცესის თვალსაზრისით კიდევ ჩვენ კვლევაში არ გაგვიზომავს მოსწავლეების შედეგები გაიზარდა თუ არა ახალი სკოლის მოდელის ქვეშ, ნახულობდით პროცესი როგორ ხორციელდებოდა და რამდენად თავსებადი იყო. დიდი მადლობა კითხვა-პასუხზე გადავიდეთ. მე ნათია გვეტყვის კომპლექსურ დავალებებთან სიკოს ნაწილსაც მოკლედ შეეხება და რაოდენობრივი კვლევის შედეგებს. თავისთავად კურიკულუმის დანერგვა სკოლაში ეფუძნებოდა ცვლილებათა თეორიას, რომლის მიხედვითაც კურიკულუმის ფარგლებში კურიკულუმის დანერგვის საშუალებით უნდა გაუმჯობესებულიყო სასწავლო პროცესი რამდენიმე პარამეტრის მიხედვით. მასწავლებლები გამოიყენებდნენ უფრო მეტად კონსტრუქტივისტულ მიდგომებს, ეს იყო პირველი პირობა, მეორე იყო, რომ ცალკეული გაკვეთილების გეგმების შემუშავების მაგივრად რაღაცა ჰოლისტური ხედვები ჩამოყალიბებდებოდა დაგეგმვის პროცესში, მესამე და გრძელვადიან გეგმებზე გააკეთებდნენ მასწავლებლები უფრო მეტ აქცენტს, მესამე იყო, რომ ცნებებზე დაფუძნებული პედაგოგიკა განვითარდებოდა და დაიწყებდა შემუშავებას მასწავლებლები ზუსტად აი ამ ტიპის მუშაობის და სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ასევე გაითვალისწინებდნენ ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას და დაანერგავდნენ მას ეფექტურად სწავლების პროცესში. ხო, როგორც გითხარით, ბევრმა სკოლამ გამოგვიგზავნა სასწავლო გეგმები, მადლობა უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ინდივიდუალურად დაუკავშირდით სკოლებს, ეს არ იყო სისტემის მიერ მხარდაჭერილი მონაცემთა გამოთხოვის პროცესი. სკოლებმა გამოგვიგზავნეს, როგორც ვთქვით, ორი პერიოდის კურიკულუმი. აქედან ჩვენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ 60 და ერთადერთი რაც გვინდოდა რომ ნამდვილად ყოფილიყო უზრუნველყოფილი ეს იყო რომ ერთი მხრივ ჩართული და არაჩართული სკოლები რაღაცერად გაგვეხილა და ორივეს მონაცემების ანალიზის საშუალება მოგცემოდა და მეორე დაგვენახა ეს გეოგრაფიულ ჭრილში და აი აქ არის ზუსტად მოცემული რეალურად როგორ გადანაწილდა ის 60 სასწავლო გეგმა რომელიც განვიხილეთ აი ამ პროცესში. გარდა კურიკულუმისა რეალურად სკოლებმა ასევე ვთხოვეთ სკოლებს და თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ მათ შეეძლოთ დამატებითი დოკუმენტაციის მოწოდებაც ეს იქნებოდა საგნობრივი კურიკულუმების გარდა ვთქვათ პროექტების აღწერა კლუბების მუშაობის პროცესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ძალიან მოკლედ თუ ვისაუბრებთ რეალურად რაც დავინახეთ და როგორც გითხარით სიმოს ბევრად უფრო დეტალურად შეუძლია ამის აღწერა, მაგრამ ალბათ სჯობს რომ მე ძალიან არ დეტალებში არ შევიდე. იყო ის რომ რეალურად სასწავლო კურიკულუმები იმ სკოლებშიც კი, სადაც ახალი სკოლის მოდელი დანერგილი იყო იმ თავითვე თავიდან, ანუ გაიარა ვთქვათ ეს გრძელი გზა შედარებით გრძელი გზა ახალი სკოლის მოდელის დანერგვის ძალიან ახლოს მიუყვება სასკოლო კურიკულუმები ეროვნულ სასწავლო გეგმას. ძალიან ბევრ შემთხვევაში რეალურად პირდაპირ ამოღებულია copy-paste და ჩასმულია ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილები აი ამ სასკოლო კურიკულუმებში და გამოიხატა ის რომ მიუხედავად იმისა რომ სკოლები ნამდვილად არიან ინდივიდუალური ინსტიტუციები მათ გააჩნიათ
გააჩნიათ თავიანთი სასკოლო კულტურა და აქვთ თავისებურებები, კურიკულუმებში აი ეს თავისებურებები სათანადოდ არ იყო გამოხატული. ძალიან ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, საზგარიშე მუშაობა, პროექტული მუშაობა, კლუბები, აი ეს აქტივობები კურიკულუმის ნაწილს არ წარმოადგენდა და არ იყო ასახული აი ამ კურიკულუმებში. ის რაც დავინახეთ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩართულ და არაჩართულ სკოლებს შორის დიდი განსხვავება თქვათ აი ამ კურიკულუმის განვითარების თვალსაზრისით ვერ დაფიქსირდა, განსხვავება დაფიქსირდა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით და საქალაქო დასახლების სკოლებში, კურიკულუმებში ბევრად უფრო ქმედითად იყო ასახული ის პოზიტიური ცვლილებები, რომელიც ახალი სკოლის მოდელის დანერგვა მოიტანა. სოფლებში ამ ტიპის განსხვავებები ნაკლებად ფიქსირდება. სკოლის ავტონომიურობისა და უნიკალურობის თვალსაზრისით ის თქვათ, რაც უნდა ყოფილიყო უფრო კარგად ასახული ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში განვითარებული კურიკულუმების კუთხით ეს არის დამატებითი საგნები, ეს არის მაგალითად მოსწავლეთა რემედიაციული აქტივობები, ეს არის თქვათ არჩევითი საგნები, უცხოენის სწავლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც ვთქვი, არ წარმოაჩენს სათანადოდ სასკოლო ავტონომიას, არ არის სათანადოდ ასახული კურიკულუმებში. არ გავჩერდები პრინციპში ვთქვათ იმ კონკრეტულ ტექნიკურ სირთულეებზე, რომელიც მატრიცების განვითარებასთან იყო დაკავშირებული, ასევე ის, რომ მასწავლებლები ხშირად თლად ბოლომდე ვერ იაზრებდნენ, თქვათ, როგორ უნდა შექმნილიყო მატრიცები, რომელი ადგილი აი ამ მატრიცებში სად რა უნდა ჩაესვათ, იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე თქვათ, მატრიცებში ერთი და იგივე კომპლექსური დავალებები სკოლიდან სკოლებს შორის ისე იყო ზუსტად ერთნაირად იყო წარმოდგენილი და ასევე არ იგრძნობოდა თქვათ ის განსხვავებები, რომელიც შეიძლებოდა პედაგოგებს შორის ყოფილიყო და შესაბამისად აი ამ კუთხით ცხადია, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ალბათ გააზრებასთან ერთად შესაძლებელია. მე მინდა რომ გადავიდე ხა კომპლექსურ დავალებების აღწერაზე, მინდა რომ ცოტა ის პოზიტივი უფრო კარგად დაგანახოთ ამ კუთხით, რომელიც წარმოჩინდა კვლევის ფარგლებში. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ იმისათვის, რომ კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით მიგვეღო პასუხები და დაგვენახა რა სიტუაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენ შალვამ უკვე გითხრათ, რომ ქონდა ბევრი პირველადი მონაცემის შეგროვების მცდელობა, იყო ეს სიღრმისეული ინტერვიუები დირექტორებთან, იყო ეს ფოკუს ჯგუფები, როგორც მასწავლებლებთან, ასევე მშობლებთან. ამის გარდა კიდევ საინტერესო ტიპის მონაცემები შევაგროვეთ, ეს იყო სოციალურ ქსელში ჯგუფებში გაზიარებული გამოხმაურებები და პოსტები და კომენტარები. რატომ იყო საინტერესო? საინტერესო იყო ალბათ იმ კუთხით, რომ როდესაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, ალბათ ეს მოსაზრებები კიდევ უფრო ავთენტურია და რაღაცნაირად კიდევ უფრო თავისუფალია, ვთქვათ, რაღაცა შეზღუდვებისგან და შესაბამისად აი ეს ორი ტიპის მონაცემი, მეორადი და პირველადი მონაცემების სინთეზის შედეგად ბევრი გვაქვს ძალიან ციტირებები და საინტერესო მოსაზრებები გაზიარებული, ალბათ თუ გაეცნობით აი ამ დოკუმენტს ნახავთ რაოდენ მრავალფეროვანია ეს გამოხმაურება, მაგრამ აი ესე თუ თეზისებად ჩამოვაყალიბებთ პოზიტიური მხარეები, რაც გამოვლინდა და საუბრობენ ამაზე ხშირად ეს მონაწილეები, მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები, ეს არის ის, რომ კომპლექსური დავალებები რეალურად ძალზედ ორიენტირებული აღმოჩნდა ამ ცოდნისა და უნარების განვითარებაზე. აი ეს იყო რაღაცნაირად ამოსავალი წერტილი. მეტწილად კომპლექსური დავალებების ხიბლი მდგომარეობდა იმაში, რომ ძალიან დაკავშირებულია ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და რეალურად საშუალებას იძლევა, რომ ის უნარები და ცოდნა, რომელსაც მოსწავლეები კომპლექსური დავალებების საშუალებით გაკვეთილებზე იღებენ, დააკავშირონ ძალიან კარგად ცხოვრებისეულ გამოცდილებას. კომუნიკაციისა და აუდიტორიის მართვის უნარები როგორც მასწავლებლების შემთხვევაში, ასევე მოსწავლეებთან ეს ხშირად მეორდება, იყო ის
ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი უნარი, რომელსაც განსაკუთრებით ხაზი ესმება დადებითი ფაქტორებზე საუბრის დროს, ასევე საინტერესო პროცესი და მოტივირებული მოსწავლე. ამაზე საუბრობენ მასწავლებლები ძალიან ბევრს და ისინი ამბობენ, რომ ციტირებაც მაქვს მოყვანილი, რომ რეალურად კომპლექსური დავალების შესრულების დროს მოსწავლეები გაცოცხლდნენ და მათ აქვთ ის პასუხისმგებლობა და ისინი არიან აქტიურები და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ შეიძინეს აი ამ პროცესებში. თანამშრომლობითი კულტურის ფორმირება, რომელიც სხვათა შორის ჩვენ შემთხვევაში გამოვლინდა როგორც დადებითი მხარე, ესე იგი მასწავლებლები საუბრობენ იმაზე, რომ კომპლექსური დავალებების ფარგლებში მათ მოუწიათ კათედრებს შორისი და საგანშორისი ურთიერთობების გაღრმავება, ერთმანეთთან თანამშრომლობა. აი ესეთი ციტატაც კი შეგვხვდა ერთგან, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობითი უნარები და თუ შეგვეძლო აქამდე არ ვიცოდითო სკოლაში, რაც კომპლექსური დავალებების ერთად შემუშავებამ მოიტანაო, თუმცა ამ კუთხით ასევე იყო კრიტიკაც, მასწავლებლები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ თანამშრომლობითი კულტურა აკლიათ სკოლებს და რეალურად ის, რომ თქვათ, დაგეგმონ ერთად მასწავლებლებმა და შესაბამისად განტვირთონ სინთეზირება მოახდინონ, შეამცირონ კომპლექსური დავალებების საერთო რაოდენობა და მოსწავლეებზე ამ კუთხით არსებული სტრესი, აი ეს კიდევ გასაუმჯობესებელია და აი ამ კუთხით კრიტიკაც, ან ორივე მხარეს ჰქონდა რაღაცნაირი უკავშირი. და მასწავლებლები ბევრს საუბრობენ ასევე, რომ გამრავალფეროვნა ის მეთოდური და სასწავლო რესურსები, რომელზეც მათ წვდომა გააჩნდათ. ნუ მოსწავლეების თვალსაზრისით მშობლები საუბრობენ ძალიან ბევრს იმაზე, რომ და მასწავლებლებიც რომ მოსწავლეები ბევრად რომ თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს და ეს კომპლექსურ დავალებებს უკავშირდება. ის რომ მოსწავლეთა საჭიროებებზე რეაგირების საშუალებას იძლევა კომპლექსური დავალება, აი ამაზე იყო საუბარი. მოსწავლეთა შორის თანამშრომლობა და ურთიერთგანმანათლებლობა, ეს არის ის პოზიტივი, რომელზეც მშობლებიც საუბრობენ და მასწავლებლები და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთი მხრივ აქაც ხო მშობლები საუბრობენ იმაზე, რომ დატვირთული იყო ზოგიერთი ბავშვი ბევრად უფრო მეტად მოსწავლე, ვიდრე სხვა მოსწავლე, მაგრამ ამას ჰქონდა დიდი დადებითი მხარეც, მოსწავლეებმა ისწავლეს ერთმანეთთან თანამშრომლობა და გუნდურად საქმიანობის განხორციელება და მოქნილობა და დროშის შეუზღუდაობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ იმდენი დრო მიეძღვნათ დავალების შესრულებისათვის, რამდენიც მათ ინდივიდუალურად სჭირდებოდათ საკუთარი უნარებისა და ცოდნის შესაბამისად. აი არის რაღაც ერთი-ორი ციტატა აქ მოტანილი და მასწავლებლები საუბრობენ იმაზე მაგალითად, რომ ძალიან მოსწონთ აი ეს იდეა, განსაკუთრებით მოსწონთ ის, რომ ჩართულობა და გუნდურობა არის დავალებების ესეთი გამჭოლი ხაზი და ამბობენ, რომ კომპლექსური დავალება რიგ საგნებში განსაკუთრებით ეფექტურად და კარგად მუშაობდა, რადგან იძლეოდა საშუალებას, რომ აი ესე გუნდურად შეესრულებინათ მნიშვნელოვანი დავალებები. პრობლემატიკაზეც ვიტყვი, ცხადია, მხოლოდ დადებითი გამოხმაურება არ გქონია, იყო პრობლემებიც. პრობლემები უკავშირდებოდა პირველ რიგში იმას, რომ დროის დიდი დრო სჭირდებოდა კომპლექსური დავალებების გაკეთებას. ხშირ შემთხვევებში ეს რაღაცნაირად აცდენილი იყო იმ შესაძლებლობებს და რეალობას, რომელიც სკოლაში არსებობს დროის თვალსაზრისით. ის რომ კომპლექსური დავალებები იყო ზედმეტი ხარჯი, როგორც მშობლებისათვის, ასევე მასწავლებლებისათვის, აი ეს გამოვლინდა ასევე. მასწავლებლები საუბრობენ იმაზე, რომ მათ ხშირად საკუთარი ჯიბიდან უწევდა, თქვათ, რესურსების შეძენა, იმიტომ რომ სკოლაში არ არსებობდა ეს მხარდაჭერა და აი ამ ხაზის ამის გაგრძელება ალბათ ის, რომ დიახ, სკოლების ბიუჯეტი ნამდვილად არ იყო მორგებული იმ საჭიროებებზე, რომელიც კომპლექსურ დავალებების შესრულებასთან იყო დაკავშირებული სკოლებთან. კომპლექსური დავალებების სიმრავლე, როგორც თქვით, საგნებს შორის განსხვავება, რომელიც აი რაოდენობრივ ჭრილში შეიძლება ვისაუბროთ, ზოგ საგანში ჭირდებოდა 3, ზოგში 8, ამას ვერ არყოფდნენ. მოსწავლეებს გაუჩნდათ შიში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო, დიდი იყო ეს დავალებების მოცულობა და უჭირდათ ამასთან გამკლავება და მშობლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ბავშვები იყვნენ შესაბამისად დასტრესილები ამ კუთხით. მასწავლებლებისა და თქვით უკვე ეს თანამშრომლობის პრობლემები, რომელიც დადებითიც იყო და გამოსწორებასაც საჭიროებდა.
მასწავლებლების ეს პრობლემები რეალურად უკავშირდებოდა ცხადია მასწავლებლების კომპეტენციებს. რამდენად მასწავლებლები იაზრებდნენ სწორად და შეეძლოთ, რომ შესაბამისად დაეგეგმათ კომპლექსური დავალებების შესრულება, ეს გამოვლინდა ცხადია. და ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული ის, რომ იყო შემთხვევები, როდესაც კომპლექსურ დავალებებს არამართებულად აძლევდნენ მასწავლებლები, ამაში იგულისხმება ის, რომ ასაკობრივი თავისებურებები არ იყო გათვალისწინებული, დავალებები იყო მოსწავლეებისათვის შეუსაბამო, შინაარსობრივად და გაგების თვალსაზრისით უჭირდათ მათ, უფრო რთული იყო, ვიდრე მოსწავლეს შეეძლო, რომ შეესრულებინა. ამაში იგულისხმება ის, რომ ძალიან ხშირად ინსტრუქციები, რომლებიც მიეცემოდათ მოსწავლეებს, არ იყო საკმარისი და არ იყო საკმაოდ მკაფიო, შესაბამისად მოსწავლეებს და მშობლებს უწევდათ თავად გაერკვიათ რა უნდა ეკეთებინათ. მშობლების როლი იყო საკმაოდ გაზრდილი, იმიტომ რომ ბავშვები ვერ ახერხებდნენ დამოუკიდებლად კომპლექსურების გაკეთებას და ეს დავალება რეალურად გახდა საშინაო დავალება იმის მაგერად, რომ საკლასო ოთახში შესრულებულიყო მისი დიდი ნაწილი. საუბრობენ იმაზე, რომ შეფასების სისტემები გაჭირდა, რომ დანერგილიყო და კომპლექსური დავალებების შესაბამისად შეფასებულიყო. მშობლების დომინანტური როლი, ასევე საუბარი იყო ის, რომ იმაზე, რომ რიგ შემთხვევებში კომპლექსური დავალებების შესრულებას მიეცა უფრო ვიზუალიზაციის ეფექტი, ვიდრე შინაარსობრივი დატვირთვა და ეს პრეზენტაციები და წარდგენა გახდა რაღაცნაირად უფრო დომინანტი ხაზი რიგ შემთხვევებში. ბიუჯეტზე უკვე ვთქვით პრინციპში, მასწავლებლების პროფესიული განვითარების თვალსაზრისითაც იყო გარკვეული ჩივილები, რომ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებლები მომზადებულები ყოფილიყვნენ კომპლექსური დავალებების შესასრულებლად. კლასს გარეშე აქტივობებს შორის აი ეს კავშირები არ იყო მკაფიო, მიუხედავად იმისა, რომ პროექტულ სწავლებას ხშირად გულისხმობდა კომპლექსური დავალებები და ტექნიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით გართულებული იყო ფორმატი, ის კომპლექსური დავალების გადმოცემის ფორმატი იყო გართულებული. სხვადასხვა რაზეც ძალიან ხშირად საუბრობდნენ მასწავლებლები, იყო ის, რომ რეალურად თვითონ კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესი ხშირად იყო ბევრად უფრო ეფექტური, ბევრად უფრო მომხიბვლელი, ვიდრე ის, რაც იყო მოცემული დოკუმენტის სახით. ეს დოკუმენტირება იყო ასევე ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც საუბრობენ მასწავლებლები. პრინციპში აი ყველაზე ესეთი ფართო და განხილვადი თემა კომპლექსური დავალებები იყო ამ მიმართულებით, თუმცა ასევე ძალიან საინტერესო ნაწილი აი ამ კვლევაში, რომელზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ 2-3 სიტყვით მაინც იყო მასწავლებლების ანკეტირება. ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო 600-ზე მეტმა მასწავლებელმა. ეს მასწავლებლებიც იყვნენ ის ადამიანები, ვინც მოტივირებულები იყვნენ და გაგზავნილ ანკეტებზე, საკმაოდ ვრცელ ანკეტებზე გაგვცეს პასუხი, შესაბამისად შერჩევა იყო მოხერხებული და ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაგვეკეთებინა ჭრილებში, როგორც არის მაგალითად რეგიონული ჭრილი, საგნობრივი ჭრილი, გაგვეხილა ჩვენი მონაცემები, თუმცა განვიხილეთ მონაცემები ახალი სკოლის მოდელში ჩართულ და არაჩართულ მასწავლებლებს შორის განსხვავებების თვალსაზრისით. და მინდა გითხრათ, რომ ეს განსხვავებები საკმაოდ თვალსაჩინოა პირველ რიგში ის, რომ ახალი სკოლის მოდელს ჰქონდა ნამდვილად პოზიტიური გავლენა მასწავლებლების აქმაზე, საკუთარ პროფესიულ აქმაზე, სკოლის საჭიროებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ახალი სკოლის მოდელის მთლიანობაში ხედვასა და მის გარკვეულ ასპექტების პოზიტიურ აქმასთან დაკავშირებით, ეს არის ცალსახა. ალბათ ეს რაოდენობრივი კვლევა ის ნაწილი, რომელიც გვაძლევს ყველაზე მეტად საშუალებას, რომ ვისაუბროთ აი იმ გრძელვადიან ეფექტზე, რომელიც აი ამ რეფორმას გააჩნდა მასწავლებლების დამოკიდებულების ცვლის თვალსაზრისით. ჩვენ ცხადია, მათი პროფესიონალიზმი არ გაგვიზომია, ეს იყო თვით რეპორტი, ანუ ის, რასაც აღიქვამენ მასწავლებლები. და აი აქ არის პრინციპში ნაჩვენები, რამდენიმე მიმართულებით ვცდილობთ, რომ გაგვეკეთებინა აქცენტები აი ამ ჩვენს გამოკითხვაში. ჩართული მასწავლებლების 60% პირველ 2 წელიწადს ვინც ჩაერთო ახალი სკოლის განხორციელების პროცესში, ის აღმოჩნდა, რაც კარგია, იმიტომ რომ ამ მასწავლებლებს ყველაზე
მეტად და კარგი გამოცდილება ჰქონდათ აი ამ ახალი სკოლის მოდელთან, უფრო ხანგრძლივი და შესაბამისად შეეძლოთ რომ ესაუბრათ უფრო კვალიფიციურად თქვათ იმ ასპექტებზე თუ იმ გავლენებზე, რომლებსაც ისინი ხედავენ ახალი სკოლის მოდელთან დაკავშირებით. ხო, თხოვეთ რომ განესაზღვროთ რამდენად ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მიეცა და დასახელდა სხვადასხვა ტიპის ბევრი პროვაიდერის მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების აქტივობები, რომელიც მათი აზრით უკავშირდებოდა ახალი სკოლის მოდელის განხორციელებისათვის მზაობას და როგორც ხედავთ, ცხადია ყველაზე მეტია სამინისტროს ახალი სკოლის მოდელის დანერგვის მხარდაჭერისკენ მიმართული ტრენინგები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვა ტიპის ტრენინგებსაც უკავშირებენ მასწავლებელი ახალი სკოლის მოდელისათვის მომზადების აქტივობებს და ეს ნიშანდობლივია, მნიშვნელოვანია. ხო, სხვათა შორის რაც კიდევ გამოვლინდა არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების მეტი წილი ახალი სკოლის მოდელში ჩართვის მიუხედავად ამბობს, რომ გაიარა ეს მომზადება, იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც იმ სკოლებში ასწავლიდნენ, რომლებიც ახალი სკოლის მოდელში იყვნენ ჩართული, მაგრამ არ იცოდნენ, იყო თუ არა სკოლა ჩართული ახალი სკოლის მოდელში. ეს იყო რაღაცა უცნაური რაღაცა. რაზე შეგვიძლია ვესაუბროთ, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც იყვნენ ჩართულები ახალი სკოლის მოდელში, უფრო პოზიტიურად აფასებენ რეალურად განათლების სისტემაში არსებულ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, ეფექტურობისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით და ეს განსხვავება თვალსაჩინოა. ასევე მასწავლებლების თვითშეფასება პროფესიულ მზაობასთან დაკავშირებით განსხვავებულია ახალი სკოლის მოდელის განხორციელებაში ჩართულ და არაჩართულ სკოლებს შორის და მასწავლებლებს შორის და ის მასწავლებლები, რომლებიც ახალი სკოლის მოდელის ახალი სკოლის მოდელში ჩართულ სკოლებში ასწავლიან, განსაკუთრებით გამოყოფენ იმ ასპექტებს პროფესიული განვითარების და აფასებენ მაღალი შეფასებით, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებოდა ახალი სკოლის მოდელს. ნიშნულოვანია, რომ მასწავლებლები, რომლებიც ახალი სკოლის მოდელში იყვნენ ჩართულები, საკუთარ როლს უფრო მნიშვნელოვნად ხედავენ და მათ უფრო მეტად მოსწონთ ის, რომ მათი ჩართულობა გაიზარდა სკოლაში, ვიდრე ახალი სკოლის მოდელში არაჩართული სკოლის მასწავლებლები. ისინი კმაყოფილები არიან თავიანთი ფუნქციისა და პასუხისმგებლობის ზრდით, რაც ძალიან ნიშანდობლივია. მათ უფრო მეტად მოსწონთ ის დახმარება, რომელსაც სამინისტრო უწევდა სკოლებს რეფორმის განხორციელების პროცესში. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თქვათ მზაობის აღქმის თვალსაზრისით ის ასპექტები, რომელიც ახალი სკოლის მოდელისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და ავითარებდა, როგორიც არის მაგალითად გამავითარებელი შეფასების დანერგვა. იმხელა განსხვავებას არ იძლევა ჩართულ და არაჩართულ სკოლებს შორის, როგორც კონკრეტულად ის ასპექტები, რომელიც ახალი სკოლის მოდელს უკავშირდება. აი ამ კუთხით კორელაცია მასწავლებლების კმაყოფილებას, мотивაციას, სკოლის საჭიროებებზე ორიენტირებულებასა და საკუთარ პროფესიულ მზაობას შორის განსაკუთრებით მაღალ კორელაციურია და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი. მასწავლებლებს გააჩნიათ განსხვავებული დამოკიდებულებები ახალი სკოლის მოდელის პროცესში ჩამოყალიბებული ძირითადი კონცეფციების მიმართ. და ეს მიუთითებს იმასზე, რომ ერთი მხრივ ცხადია, რომ თვითონ კონცეფციებიც განსხვავებულია, მაგრამ მეორე მხრივ ამ კონცეფციების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები აჩვენებს, რომ ერთნაირად ყველა კონცეფცია არ იქნა მიღებული მასწავლებლების მიერ. ეს გულისხმობს ერთი მხრივ იმას, რომ მიმღებლობა იყო განსხვავებული და მეორე მხრივ ასევე იმასაც, რომ თვითონ მასწავლებლებთან ამ კონცეფციების დანერგვისათვის უფრო მეტი ინდივიდუალიზირებული და მორგებული დახმარება და მხარდაჭერის გაწევა იქნებოდა აუცილებელი და მნიშვნელოვანი მომდევნო ეტაპებზე. ხო, ну თქვით რომ თუ ხედავს რომ სკოლის საჭიროებასთან ახალი სკოლის მოდელი კარგად არის პრინციპში თავსებადი, მაშინ მათ ასევე გააჩნიათ ზოგადად ახალი სკოლის კონცეფციისა და ხედვის მიმართ უფრო მეტი პოზიტიური დამოკიდებულება.
ასევე აჩვენებს, რომ ისინი უფრო მეტად არიან ერთგულები კონსტრუქტივისტული მიდგომების მიმართ და გამოხატავენ უფრო მეტ მზაობას, რომ გააგრძელონ ამ კუთხით მნიშვნელობა, ისევე როგორც ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით მათი მზაობა, რომ იმუშაონ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მაღალია. მაღალია მათი мотиваციაც და მაღალია მათი ავტონომიურობის შეგრძნება უფრო მეტად. ისინი თვლიან, რომ ბევრად უფრო ავტონომიურები არიან როგორც საკუთარი სწავლების პრაქტიკის დანერგვის, ასევე განხორციელების თვალსაზრისით და ის მასწავლებლები ამავდროულად, ვინც უფრო მეტად ხედავს საკუთარ ავტონომიას სწავლების თვალსაზრისით, ასევე უფრო კარგად, უფრო მაღალი შეფასებით აფასებს ყველა იმ კონცეფციას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ახალი სკოლის მოდელის დანერგვის პროცესში. და მასწავლებლებისათვის мотиваციის ძირითად და მთავარ წყაროდ ესე ხაზგასმით წარმოჩინდა მოსწავლეების აკადემიური მოსწრება. ყველა იმ мотиваციის წყაროს შორის, რომელიც შევთავაზეთ, რეალურად ყველაზე დიდი мотиваციის წყარო იყო მოსწავლეების აკადემიური მზაობა და ახალი სკოლის მოდელში ჩართულ მასწავლებლებში ეს мотиваცია კიდევ უფრო მაღალია. ხო, პრინციპში ბევრია რასაკვირველია ეს მიგნებები, რომელიც ხაზს უსმევს, რომ მიუხედავად ამ კრიტიკისა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რასაკვირველია ვთქვათ იმ ხარვეზებისა, რომელიც დავინახეთ, გავლენა ცალსახად პოზიტიურია მასწავლებლების აღქმაზე და როგორც უკვე გითხარით, ეს აღქმები გრძელვადიან პერსპექტივაში აჩვენებს იმ გავლენას, რომელიც ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მასწავლებლებზე იქონია ამ რეფორმამ. თქვათ ალბათ ყველა ამ დეტალის განხილვა ცოტა რთულია ამ მოკლე დროში, როდესაც გვინდა რომ მთლიანად კვლევის ყველა ასპექტი და პერსპექტივა გავაზიაროთ. ამ თვალსაზრისით გვაქვს ასევე შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტი ძირითად მიგნებებზე, რომელიც სისტემურ დონეზე, ინსტიტუციურ დონეზე, მასწავლებლების პროფესიული განვითარების და თითოეული მასწავლებლების დონეზე გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაცნაირად დავკონცენტრირდეთ და დავინახოთ, თქვათ, ის გზები, რომელიც გააუმჯობესებს მომავალში ახალი სკოლის მოდელის კონცეფციების დანერგვას ზოგად საგანმანათლებლო საფეხურზე და მოგცემს საშუალებას, რომ ასევე ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, გამოვასწოროთ ის ხარვეზები და დაბრკოლებები, რომელიც წარმოჩინდა პრინციპში ამ პერიოდში განხორციელებული რეფორმის თვალსაზრისით.